მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს 2024 წლის 18 ოქტომბერს ცნობილი ჟურნალისტის ქალბატონ ქეთის ესიაშვილის ინიციატივით დაწესდა ქართველ მამულიშვილთა დღე. ამ ტიტულით პირველად დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საქართველოსა და მის მომავალზე გაწეული ღვაწლისათვის. მათ შორისაა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი შორენა პაპაშვილი ქარჩავა. საავტორო გადაცემა საუბრები ჟურნალისტიკაზე და ტელეკომპანია ქართული სიამაყით ულოცავს ქალბატონ შორენას ამ აღიარებას. მან ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხელნაწერი გაზეთი დააფუძნა და არც მეტი არც ნაკლები სკოლის დირექტორი იყო მისი პირველი რესპონდენტი. შორენამ პირველი საგაზეთო წერილიც მოწაფეობის დროს გამოაქვეყნა გაზეთ სარანგში და თვით ლეგენდარული მერაბ კოსტავა გახლდათ მისი ადრესატი, მისი რესპონდენტი ამ შემთხვევაშიც. საკმაოდ არაორდინალური გზის დასაწყისი არანაკლები თავგადასავლებითა და საინტერესო მოვლენებით დატვირთული არც თუ იული, მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესიული გზით გაგრძელდა. ამ ყველაფერზე თავად გვიამბობს. მადლობა ქალბატონო შორენა ჩვენთან სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრის პერსპექტივისთვის. პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და იმედია რომ საინტერესო რესპონდენტი ვიქნები. აუცილებლად. კარგი დასაწყისი ზოგადად საქმის ნახევარია. საიდან გაგიჩნდა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს? თუნდაც ხელნაწერი, ხა გასაგებია რატო ხელნაწერი, ამაზე ალბათ თქვენც ისაუბრეთ, მაგრამ ისედაც გასაგებია თავისთავად. თავი აზრია და იდეა, რომ მოსწავლეს უჩნდება ასეთი სურვილი, მასუ მეგონა რომ აი დოდაშვილის პერიოდის ხელნაწერი ჟურნალის გავლენა მეთქი, მაშინ ჯერ კიდევ იყო პროგრამაში ეს ყველაფერი და ძალიან კარგი იყო რომ იყო და მიფიქრე აი რა მადლია, როცა კარგი მაგალითი ასეთ გავლენას ახდენს მოსწავლეზე. და რაც მთავარია, რატო მაინც სკოლის დირექტორი, ანუ პირველი პირი იყო თქვენი რესპონდენტი, უკვე რაღაც ეს არის ინტრიგა, იცით ამაში ჩემთვის პირადად. ვიცით დავიწყე. კი. ასეც ვიფიქრე. სამწუხაროდ არ იყო გავლენა. მე ძალიან პატარა, თვლი რომ პატარა ასაკია მე-9 კლასი. კი, რა თქმა უნდა, საგაზეთო. და ამხელა ის არ მქონდა მე ესეთ ფილოსოფიური რაღაცა მიდგომაც და ვთქვათ ესეთი შინაარსი ამ ჩემ გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან რომ ანუ ესეთი სკოლაში არ ვიყავი თქვათ ცუდი მოსწავლე და ჩემი ფოტო მთელი სკოლის იმაზე დაფაზე იყო. კი, მოწინავე მოსწავლე. საპატიო დაფასვე. ამდენად რაღაცნაირად ესეთ გაურკვევლობაში ვიყავი, რა მინდოდა სკოლას რომ დავამთავრებდი, იმდენად ყველა საგანი ჩემთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი იყო და როდესაც დავიწყე ამაზე ფიქრი, აღმოვაჩინე რომ მე მინდა ვიყო საზოგადოებრივად აქტიური და რაც თავარია რაღაცნაირად ვიყო საზოგადოებრივი აზრის რაღაცნაირად შემკრები და გამომხატველი. და დავიწყე სწორედ აი მაშინ გამიჩნდა იდეა რომ დამეწერა გაზეთი, ეს არ იყო კედლის გაზეთი, როგორც სკოლებში არის ხოლმე და იყო ხოლმე მაშინ. თან მძიმე 90-იანებია და ვინც არის ჩვენი თაობის იციან ეს რა მძიმე პერიოდია, როდესაც აი პურის ფულიც კი გამოზომილად გაძლევს მშობელი და ავიღე ასეთი ინიციატივა ხელში და დავიწყე ხელით წერა და პირველი რესპონდენტი მართლაც იყო სკოლის დირექტორი და რატომ მარია მესხი, აი არ ვიცი, უაღრესად მაღალი პროფესიონალი თავისი სფეროს, მკაცრი და ამავე დროს ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ყურადღებიანი. ეს არის 94 საშუალო სკოლა ავლაბრის, რომელიც შემდგომ დაანგრიეს ეს სკოლა და შენობა, უძველესი შენობა იყო, ამ შენობაში იყო ვაჟთა გიმნაზია, ძალიან ლამაზი წითელი აგურის შენობა იყო, წინ ძალიან ლამაზი პატარა სკვერით და მერე უკვე აი ესეთი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ეს შენობა გახდა რაღაცნაირად ძიძგილაობის თემა ერთ ბიზნესმენსა და სააკაშვილს შორის და ნუ ძალიან დიდი და საბოლოოდ იქ სკოლა აღარ არსებობს და
დაინგრა და ეს ამ სკოლის ადგილას უშველებელი სავაჭრო ცენტრი არის დღეს წამოჭიმული, საერთოდ რომ არ უხდება ავლაბრის. ეს არის პირდაპირ აი სამების ასასვლელი გზა რომ იწყება ავლაბარში, აი იქ არის მეტროს უკან. ძალიან ლამაზი იყო ეს შენობა. ნუ ეხლა თანამედროვეობა მესწველი კვალი წაშალა, ეს ცოტა სხვა თემაა, მაგრამ აი ესეთი სამწუხარო რამდენი იქ გავივლი ხოლმე ესეთი არაერთი ძალიან წყდებებული. ეს იყო ძალიან პატარა სკოლა, სულ 2 პარალელური კლასები იყო, არ იყო დიდი სკოლა და ეს იყო ძალიან ეთნიკურათაც მრავალფეროვანი, ქართულენოვანი სკოლა იყო. ქურთი, სომეხი, ქართველი თავისთავად, არ ვიცი, ვინც კი ავლაბარში თბილისელებად, რა თქმა უნდა და აქ არ იყო განსხვავება, ებრაელებიც ძალიან ბევრი კლასელები და აი მაშინ მე არც ვიცოდი უბანში გავიზარდე და ანალოგიურად ძალიან თბილი ურთიერთობები იყო და ძალიან რომ წასულები არიან და კევას უცრემლებით ვაცილებდი და სხვათა შორის გალაქტიონს ანაკალანდა და ეს ვეფხისტყაოსანს გულში ჩახუტებული მიქონდათ, იმიტომ რომ ისინი ხო ქართულ სკოლაში სასწავლ ჩვენთან ერთად იზრდებოდნენ ჩვენი სულის კვეთებით და რა თქმა უნდა თავიანთი სძირძველი ქვეყანა უყვარდათ და ეს კი იყო მათი ოცნება და აიხდინეს, მაგრამ აქაც გორად გაყოფილი კი ყოველთვის იგრძნობოდა მათში ეს გულის ტკივილი უზარმაზარი ნოსტალგია კი, მაგრამ იმდენი სიყვარული აქვს ახლა სოციალური ქსელის მეშვეობით, რომ ვურთიერთობთ ერთმა ჩემმა კლასელმა კიდეც მოახერხა ჩამოსვლა და შევიკრიბეთ. ანუ სანამ სკოლა არ დავამთავრეთ, ვერ მივხვდით, რომ ჩვენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს ვეკუთვნოდით. ეს ძალიან კი, ეს თბილისური, აი ეს მრავალეთნიკურობა და ტოლერანტობა, რაც შემდგომ მოდიოდა სკოლებიდან და ბავშვებიდან. ეს ჩვენ შინაგანად მოგვდგამდა და ჩვენ არანაირი ჩვენთვის ცუდი იყო, კარგი იყო და ამას არ ქონდა ეთნიკური შემადგენელი. დიახ და აი ამ გარემოში ვიზრდებოდით და აი ეს ჩვენ სკოლაში რო აი ეს გარემო კიდევ უფრო ესეთი შეკავშირებული იყო, ეს ქალბატონი მარიამის და იმ პედაგოგების დამსახურება იყო და სხვათა შორის ძალიან ესიამოვნა კიდეც შევატყვე ქალბატონ მარიამს, მისგან სიყვარულსაც გრძნობდი ხოლმე ყოველთვის და ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა თავისი კრიტიკული შტრიხებით და რაღაცა რჩევებით მოსწავლეების მიმართ. და იმდენად საინტერესო გამოვიდა ეს ინტერვიუ, რომ უკვე მენანებოდა, რომ ეს მხოლოდ ხელნაწერ გაზეთში ყოფილიყო, მინდოდა უფრო ფართო საზოგადოებას გაეცნო. თუმცა მე მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ესე ქსეროქსზე გადაღებული სახით სკოლაში ვავრცელებდი ამ გაზეთს. თუმცა სკოლა რო დავამთავრე, მე ჩემი ქართულის მასწავლებელმა მანანა მამულაშვილმა ეს ინიციატივა აიღო ხელში და უკვე ბეჭდური გაზეთი გამოაცემინა სკოლას. მე აღარ ვიყავი უკვე მის სათავეში, მაგრამ იდეა თქვენი იყო და რამდენიმე ნომერიც ძალიან კარგი გაზეთი გამოგვცეს. კი ბატონო, აი ახლა ის ბატონი მერაბ კოსტავაც სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულია, რომ არ ვიცი რა ეპითეტი და ეს ძალიან დიდი გამართლებაც არის პირველი შეხვედრა მასთან და თქვენი პირველი პუბლიკაცია ისევ სკოლის წლებში თუ არ ვიცი რა. როგორ მოხდა ეს? სარანგში გამოხდა. კი, სარანგში მერაბ კოსტავას საზოგადოების გაზეთი მაიკო ფურცელაძე იყო რედაქტორი და ჩემი სტუდენტი ძალიან აი ჩემ საერთოდ ხომ იცით რომ პირველი ნაბიჯები ძალიან დამამახსოვრებელია და თუ წარმატებულია და ბილია და რაღაცა ასე თანამედროვე სიტყვას ვიტყვი სტარტაპი რაღაცის ხო ძალიან გრჩება მთელი ცხოვრება და მაიკოც ჩემთვის აი ესეთი მეგობრობ რა თქმა უნდა როგორც კოლეგები და კიდეც მშვენიერი ჟურნალისტი ასე რომ მაიას ელის ჩემ სტუდიაში სტუმრობა უახლოეს მომავალში ასე რომ ძალიან საინტერესო და კარგი რესპონდენტიც არის მაიკო და მერაბ კოსტავასთან ჩემი ურთიერთობა ეს იყო ძალიან გაუცნობიერებელი. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟი იყო და ჩემი мама ძალიან ჩართული იყო, მეგობრობდა ამ ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან და ჩვენ წარმომავლობით ვართ ყვარლის რაიონი ახალსოფელი და ჩვენი სოფელი არის დაღესტნის საზღვარი იწყება უკვე ჩვენი სოფლიდან და ლეკებით და ესეთი ძალიან ეთნიკურად ჭრელი სოფლები გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი და მაშინ აი ეს ეროვნული მოძრაობის გარიჟრაზე მამამ გადაწყვიტა რომ მნიშვნელოვანი იყო რომ
პირადად ბატონ მერაბს ჩაეტანა ეს ეროვნული სულისკვეთება სოფლის მოსახლეობაში. მაშინ ეს ძალიან რთულად გასაღვიძებელი მომენტი იყო განსაკუთრებით სოფლებში და თქვენს იცით ახლა რაზე ვსაუბრობ. და მაშინ ირაკლი წერეთელი იყო, მერაბ კოსტავა და მე ბავშვი ესე გიჟივით ცელქა დავრბოდი იქ და კი ვიცოდი რომ ეხა ჩვენი ოჯახი სტუმრები უცხო არ იყო ჩვენი ოჯახისთვის და ერთი ღამითაც რომ დავწექით ეხა სტუმრები არიან სახლში და ჩვენ ბავშვები დაგვაწვინეს და უცებ ქვემოდან ამოდის შავლეგოს ხმა. ეს იყო ძილბურანში წასული ბავშვი წამოვხდი და მე სკოლაში შავლეგოს უმღეროდი სხვათა შორის სკოლის გუნდში და წამოვხდი და ეს შავლეგო ჯერ ისედაც რომ ვიცოდი ეს სიმღერა და მე ეს რაღაცა საოცარი ხმა რო ამოდიო და შულებრივად ასრულებდა და მაშინ ჩავირბინე და დედას ვუთხარი ეს ვინ არის თქო აი მაშინ გავიგე რომ ეს იყო მერაბ კოსტავა დედამ იქვე მოკლე ექსკურსი გამატარა ვინც იყო და მე უკვე იქ ხდებოდნენ რაღაცა სხვადასხვა მოსახლეობას დადიოდნენ ერთ სიტყვით ერთი კვირა ჩვენთან გაატარეს და უკვე დაკვირვებული თვალით ვადევნებდი და არა თუნდაც საძინებლად გავრბოდი ბოლომდე ვისხედი უფროსებთან და ვისმენდი მის ყველა სიტყვას და ეს გახდა მე საფუძველი რომ პატარა ნარკვევი დამეწერა ეს უკვე დავწერე მერაბის გარდაცვალების შემდეგ იმიტომ რომ ეს ჩემთვის იმხელა ტკივილი იყო წვიმიანი დღე იყო გვახსოვს ყველას უამრავმა ხალხმა მივაცილეთ ის გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე მთაწმინდაზე პატარა ვიყავი მაშინ და ეს იყო იმდენად დიდი შთაბეჭდილება და ემოცია რომ მინდოდა აუცილებლად დამეწერა დავწერე პატარა ეს სათქმელი და ეს სათქმელი ვერ მოგასვენდა და მაიკომ მომცა ამის საშუალება რომ ეს სათქმელი მე გაზეთის ფურცლებზე დამეტოვებინა მაიკომ იცის მაგის ფასი ესე რომ კარგით, მე იყო ქალთა გაზეთი, ცირა კუბატაძე. ქალბატონი ცირა ჩემი მეგობარია, მაგრამ კარგად ვიცი რომ საკმაოდ კაცრი იყო, მით უფრო ახალგაზრდობაში ხა ცოტა მოვრბილდით ასაკში და კაცრი, მომთხოვნი, პრინციპული რა თქმა უნდა. რით მოხიბლეთ რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ესე მიგიწვია თუ არც იყავით სტუდენტი? არა, სტუდენტი არ ვიყავი, იმიტომ რომ ვაბარებდი უნივერსიტეტში და გავიგე რომ საჭირო იყო პუბლიკაციები. როდესაც უკვე გადავწყვიტე რომ ჟურნალისტი გავხდებოდი, ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე და იქ უკვე გავიგე რომ საჭირო იყო ჟურნალისტიკისათვის წინასწარ პუბლიკაციები და აი წეღან რომ ვთქვი თქვენს კითხვაში რომ ჩემი დირექტორი იმდენად კარგი ინტერვიუ იყო რომ დამენანა ის რომ მხოლოდ ხელნაწერი სახით ყოფილიყო პირველი ჩემი მასალა მივიტანე ქალბატონ ცირასთან იმიტომ რომ ეს იყო ქალთა გაზეთი და რაღაცნაირად ბავშვური ალყუთი გადავწყვიტე რომ სწორედ ის გაზეთი იქნებოდა სადაც უნდა მიმეტანა და არ ვიცი რატომ განეცოცხლია მოიხიბლა ალბათ ამ მასალით და რო უკვე დაიბეჭდა გაზეთი და ამ გაზეთით ხელში აღტაცებული მივედი ქალბატონ ცირასთან და კიდე სხვა პუბლიკაციებიც უნდა მქონოდა და ვუთხარი ქალბატონო ცირა კიდევ ხორამეს არ დამავალებთ რომ მოვიტანო და მან მითხრა რომ შენ თვითონ მშვენივრად მოიფიქრებ და მოიტან რა უნდა დაწერო და ასე წარიმართა ჩვენი თანამშრომლობა ქალბატონ ცირასთან ულამაზესი ქალბატონი ესეც ჩემს მეხსიერებაში ძალიან მომხიბლავია და ესეც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში. საინტერესო გაზეთი იყო, მაინც დარგობრივი გაზეთები, მას თავის ხიბლი აქვს, თავის სპეციფიკა აქვს და კარგია რომ აი ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში ამას ეზიარეთ თქვენ. აი სტუდენტურ წლებში ასპარეზი შეიცვალეთ და ბეჭდური მედიის შემდეგ უთუოდ საინტერესო იყო ეს ახალი გამოწვევა რადიო, რომელსაც თავისი ხიბლი აქვს და თავისი სპეციფიკა ამასაც და მით უმეტეს ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციაში აი პერიოდს როგორ გაიხსენებთ? ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. რადიო ყოველთვის მიყვარდა. მიყვარს წერაც, მაგრამ მიყვარდა ძალიან რადიო და მაყურებელთან და ჩვენ ბავშვობაში იყო ხოლმე სულ ერთი რადიო, ხაზის რადიოს ვეძახდით და აი იმ რადიოში სულ ჩართული მქონდა და ეს დიქტორები ჩემს წარმოსახვაში იყვნენ და ეს რაღაცნაირი სხვანაირი კოლორიტი იყო ტელევიზიამ კი ეშინოდა მაგრამ და კი ძალიან მნიშვნელოვანი და ყველანაირად ვეცადე და მივედი როგორც ესეთი სტაჟიორი კი არა რაღაცა დამწყები ჟურნალისტი არ მაინტერესებდა არც ჰონორარი არაფერი მომეცით მიკროფონი ხელში რომ მე მოვიტანო ჩემი სიუჟეტები ჩემი ჩანაწერები და პირველი სიუჟეტით ახალგაზრდულ რედაქციაში რომ მივედი ეს იყო სტუდენტური გამოკითხვა ეს ქუჩის გამოკითხვა და
იქ ვისწავლე ტექნიკური მხარე. კი, როგორ მონტაჟდებოდა ეს მონტაჟის ეხლა რომ არის ციფრულად და დაჭრით და გამარტივებული მაშინ არ იყო ესე და თუ ხმის ხარვეზია გადაფარავ სხვადასხვა სპეცეფექტით მაშინ ასე არ იყო და ძალიან დიდებულ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს მაგრამ ის ქალბატონი იყო ეროსი მანჯგალაძის ნათესავი სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს ჩემ და სამწუხაროდ და იქ რომ შევიდოდით ხოლმე სამონტაჟოში ეროსიზე იხსენებდა ხოლმე და პროფესიონალები იყო ყოველთვის რადიო. დიდხანს არ დავრჩი რადიოში, ისეთი მოგეხსენებათ დრო იყო, მაინც მინდოდა რომ რაღაც საკუთარი სტუდენტი ვიყავი და შემოსავალი მქონოდა და მაინც ვარჩიე ფინანსური დაინტერესების თვალსაზრისით, ისევ დაუბრუნებულიყავი გაზეთში, იქ უფრო მეტად იყო ხოლმე წახალისებული, ასე ვთქვათ, ჟურნალისტების მონდომება სტუდენტების. დილის გაზეთელობა მაშინ ასე თვლიდი და დღესაც არ შემიძლია ეს მოსაზრება უკვე ხარისხის ნიშანი იყო. ისეთი სკოლა იყო სამჭედლო ჟურნალისტებისა. ზე ჩვენთან ერთად გამოდისო გახსოვდა, მართლაც ამოდიოდა. თბილისისთვის, საქართველოსთვის მზე დილის გაზეთით ვიწყებდით ყოველ შემთხვევაში პრესის გაცნობას, იმიტომ რომ იქ საინტერესო მასალები გვეგულებოდა და რაც მთავარი იყო საოცრად კარგი გუნდი ახალგაზრდებისა, შემომდევნო თაობისა და თქვენი ეგრეთ წოდებული დირიჟირების დიდოსტატი ჟურნალისტებისა, მარინა კარტოზია ქალბატონი. მე არ მინდა რომ გავიხსენო, მინდა რომ თქვენ გაიხსენოთ ეს პერიოდი. დილის გაზეთში ჩემმა მეგობარმა ზურა თვაურმა მიმიყვანა. მე და ზურა რადიოში გადავიკვეთეთ, იქ გავიცაინთ ერთმანეთი. დღემდე ზურა რადიოს წამყვანი და დიქტორია, გადასარევი ადამიანია. და მიხარია რომ ბავშვობიდან ესე მოვდივართ ამ სიყვარულით და სითბოთი და ზურამ წამიყვანა დილის გაზეთში სწორედაც და აი ზურას დამსახურებაა რომ მე მართლაც გავიცანი ეს არ ვიცი შესანიშნავი ადამიანები, შესანიშნავი რედაქცია კოლექტივს არ ვიტყვი, არ მეყვარს ეს სიტყვა რედაქცია და ის ურთიერთდამოკიდებულება, რა თქმა უნდა იყო უფროს უმცროსობა, იერარქია იყო, მაგრამ ამ იერარქიაში იყო ძალიან დიდი პატივისცემა. პატივისცემა უფროსისა, უმცროსის მიმართ, უმცროსის მხრიდან უფროსის მიმართ. მეკითხარი მოკაცრავად გაწყვეტილი იერარქიაზე გამახსენე და ებრაელების უბანში ვიზრდებოდი თქო და ძალიან საინტერესო ბრძენი და ძველი და იცით როგორი ერი ახლა და იქ მახსოვს იყო ყველაზე მძიმე წყევლა ოჯახი გაგითანაბრდესო ანუ უმცროს უფროსობა მოიშალოსო უმცროს უფროსობა ურთიერთ პატივისცემას ურთიერთ სიყვარულს და გაგებას კი არ გამორიცხავს პირიქით ამიტომ აი იმით იცი სწორედ ბევრი სიბრძნე და ეს მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აი დილის გაზეთი სწორედ იმიტომ იყო ერთი გუნდი, ერთი შემოქმედებითი გუნდი, რომ აი ამას უწევდნენ ანგარიშს. და რაც თავარია, ყოველთვის სიახლეებისკენ იყო მიდრეკილი ქალბატონი მანანა და სტუდენტებს ყოველთვის აძლევდა სარბიელს, რომ გამოევლინათ თავისი თავი და მე მივედი იქ როგორც კულტურამ ძალიან ეს კულტურის სფერო იყო ჩემი რაღაცა ესეთი და მივედი როგორც კულტურის სფეროს ჟურნალისტი და არ ვიცი ქალბატონმა მანანამ რა დაინახა ჩემში რა შესაძლებლობები ესე პოლიტიკაში გადამისროლა და სამართალში და ჩემთვის იყო როგორი აიცეთ რაღაც უცხო გარემოში რო აღმოჩნდი და ნუ რაღაცნაირად მაინც დავძლიეს გამოწვევაც და კი და არ ვიცი შემოვჭი ამ პოლიტიკის სფეროს დღემდე. კი ბატონო, პრაიმ ნიუსი და ახალი გამოწვევა ციფრული მედია. ეს სრულიად ახალი ეტაპი იყო და დილის გაზეთიდან უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი. სტუდენტური წლები გავატარე დილის გაზეთში და მე უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი და პასუხისმგებლობა ჭირდებოდა დამთავრებას, რომ არ ვიყავი ცუდი სტუდენტი და რატომ უნდა დამემთავრებინა ცუდად და დავანებე მუშაობას თავი და გადავერთვე მთლიანად აი დიპლომის თემაზე და მე უკვე იყო წყვეტა და რაღაცნაირად მოხდა ისე რომ მინდოდა რაღაცა ახალი ეტაპი. რაღაც ახალი შემესწავლა და სწორედ აი ეს ციფრული მედია შემოდიოდა, იკიდებდა ფეხს და მოხდა ისე რომ მივედი პრაიმ ნიუსში. იქაც აი არაჩვეულებრივი ადამიანები, რა ვიცი, აი ყოველთვის ვამაყობ იმით და გული მწყდება რომ ჩვენ ეთერამდე ვსაუბრობდით რომ საქართველოში ჟურნალისტის ასაკი ძალიან
უშნოდ შეამცირეს. ანუ გულისხმობ იმას, არა მარტო ჟურნალისტის, ჩემო ჟურნალისტის ზოგადად ასაკი გახდა დანაშაული და ამ დროს ასაკი არის უდიდესი გამოცდილება, უდიდესი სიბრძნე, რა თქმა უნდა. თქვენ უნდა გვასწავლოთ და არა რაღაცა სტუდენტმა მასწავლოთ. არა, სტუდენტისგანაც ბევრ სწავლობ მე პირადად, სულ ამბობ ამას, რომ ჩვენ ერთმანეთს ვზრდით, სხვაგვარად ეს არ გამოვა, მაგრამ ამაზე ხა მე მგონი ორი აზრი ნორმალურ მოაზროვნე ადამიანს არ შეიძლება კონდეს ხომ მართალია. Prime News დაუბრუნდე. კი, და ისწორედ Prime News-ში იყო ის, რომ იქაც იყო აი ეს დამოკიდებულება და გადასარევ რედაქტორებთან მომიწია მუშაობა და აღმზარდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობაა გაზეთში წერას, ვიცით, ჩვენი ჟანრები ყველა ჟანრს თავისი მიდგომა და დამუშავება ჭირდება და სრულიად ახალი იყო, ვიცოდით ინფორმაციული შენიშვნა, მაგრამ ნიუსი ეს სრულიად სხვა რაღაცა თანამედროვე სიახლე იყო, კი. და ანუ ეს იყო და ცოტა მომიწია რედაქტორთან მჭიდროდ მუშაობა, რომ მას ჩემთვის ესწავლებინა და აი ეს პრინციპი მოკლე ინფორმაციული შენიშვნა ეს ჟანრი ჩვენს ჟურნალისტიკაშიც არის. ინფორმაციული შენიშვნა რამდენიმე სიახლური ინფორმაციის ჟანრი. და აი ეს იმდენად კარგად შემასწავლეს, ოსტატეს ამაში, რომ არ ვიცი, მე ვამაყობ იმით და ძალიან ცუდია, ეხა პატარა სტაჟიორებთანაც რომ მქონია ურთიერთობა, თითქმის ბევრ რამეში, არ მინდა კრიტიკა თქვა, მაგრამ ძალიან ჭირდებათ ხოლმე მიხმარება, რომ აი ჟანრების თვალსაზრისით ეს არ არის მათი ბრალი, ეს ზოგადად დამოკიდებულებაა ჩვენი პროფესიის მიმართ. პროფესიონალიზმი გაუფასურა რაღაც ბოროტმა ძალამ ჩვენს პროფესიაში და ეს მიზნობრივად ხდება. ჩემო გოგო, ჭკვიანი ჟურნალისტი არ აწყობს ცუდ პოლიტიკოს, ცუდ ბიზნესმენს, ვინც რაღაცას აშავებს და არ უნდა რომ ეს დაინახოს იმ ჭკვიანმა და პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადებს ჟურნალისტიკას. ეს ახლა არ არის და სამწუხაროდ ალაგ-ალაგ დღემდე გრძელდება ეს ამბავი. თქვენ რომ იცოდეთ, ეს ჟურნალისტის განათლება იყო, ხმამაღლა აცხადებდა ერთი ჯგუფი, ერთი გუნდი ძალიან განათლებულად რომ მიიჩნევს და ვინც უნივერსიტეტი დაგვამხო თავზე თავის დროზე და ფაკულტეტი აცხადებდა რომ ჟურნალისტის განათლება არ ჭირდება სპეციალური, რა საჭიროა ის რედაქციაში ისწავლის ყველაფერს და გაუნათლებელი ჟურნალისტი მეტად თქვენ მტერს გაუნათლებელი ექიმზე უარესია სულ სანგრევს საზოგადოებისას. ხო, ეს ელემენტარულია, მაგრამ ეს ხდებოდა მიზნობრივად, რომ აი არ ყოფილიყო გონიერი განათლებული ჟურნალისტი და მას ვერ დაენახა ის ცოდვები. და ის ჟურნალისტიკაც, დიახ, ის კრიტიკული ჟურნალისტიკაც შეფუთეს და იმ ძალაზე ვსაუბრობთ, რაც თქვენ ახსენეთ. ჩემ თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა და ვხედავდი, როგორ ხდებოდა კრიტიკული ჟურნალისტიკა შინაარსობრივად კრიტიკულის ჩამოცილება და კრიტიკული მათი გაგები, მაგრამ ეს იყო მათთვის მიუღებელი, სრულიად ცილისმწამებლური რაღაცა, შექმნილი რაღაცა ახალი რეალობა და ჩვენივრად აწვდიდნენ ამას მკითხველსაც და მაყურებელსაც და იარაღად. ძალიან კარგად იცის იმ ძალამ ჟურნალისტიკის და ჟურნალისტთა რამხელა იარაღია ეს ჩვენი პროფესია საზოგადოებაზე და მასებზე ზემოქმედებისათვის. საზოგადოებას კიდევ აქვს ესეთი კრიტიკული და ფხიზელი თვალი, მაგრამ აი მასებზე ზემოქმედებისათვის გადასარევი საშუალებაა. ეხლა მოქალაქეს და სამოქალაქო საზოგადოებასაც იმიტომ ებრძვიან და არ უნდათ რომ ჩვენ ეს მიმსწრაფი არის ჩვენი საზოგადოება რომ სამოქალაქო გახდეს სხვანაირად ქვეყანა ვერ გადარჩება, მაგრამ აწყობს ეს ზოგ-ზოგებს. სამაგეროდ სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც ჩვენ ვამბობთ, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც კრიტიკულია ამის მიმართაც და იმის მიმართაც, ანუ მას არ აქვს ერთი რომელიმე სათაყვანებელი პოლიტიკური ძალა, ეს არის ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება, ჯანსაღი, მაგრამ ნახეთ, ალტერნატივად გვთავაზობენ ფსევდო სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც უპირობოდ უნდა დავიჯეროთ მათი და რომელთგან და ეს გამჭვირვალობა მათი სამოქალაქო საზოგადოება პირველ რიგში არის გამჭვირვალობა. რა თქმა უნდა.
და როცა ამის წინააღმდეგ მიდიხარ საზოგადოება ხარ თუ შენ გეშინია იმის ფარდის აქეთ ურთიერთობის ხო და მე ვთვლი რომ აი ესეთ სხვა ალტერნატიულ სამოქალაქო საზოგადოება შექმნეს ალტერნატიული და მასებზე ზემოქმედების კიდევ ერთი მშვენიერი საშუალება და თითქოს ეს სამოქალაქო საზოგადოება ერთი ჯგუფი განსაზღვრავს მთლიანად ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ერის დამოკიდებულებას სხვადასხვა ღირებულებების მიმართ. ბატონო, მაგრამ არ გაუვათ ეს მგონია. შემოკარგო ახლა ციფრული მედია და არჩევნები. თქვენ კარგი თემა შემომიგდეთ ასე ვთქვათ. გადაცემის დაწყებამდე უთუოდ დამეთანხმებით აქტუალური თემაა. კი. მით უფრო არჩევნებში მონაწილეობა მიგიღიათ და საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი, ეს გამოცდილება გაგაჩნია, დიახ. ამის შესახებ მინდა რომ დიახ, სიამოვნებით იყო ასეთი ეტაპი, ეხლანდელი თვითმმართველობის არჩევნები, ბოლო თვითმმართველობის არჩევნები. ეს პანდემიის პერიოდი დაემთხვა და პანდემიას გავერიდეთ და წავედით ჩემშობლიურ სოფელში, ყვარლის რაიონში და 2 წელი იქ გავატარე, ხა ინტერნეტი უკვე ახალ სოფელი. ინტერნეტი იქ უკვე პრობლემა არ იყო, სხვათა შორის რომ ჩავედით უკვე იქ აი პანდემიის პერიოდში ძალიან აქტიურად გაციფრულება მიმდინარეობდა უკვე კი. და ჩავთვალე რომ რადგან ინტერნეტი იყო მე იქიდანაც უკვე ვიქნებოდი აქტიური. და რატომღაც იყო ესეთი შემოთავაზება რომ ერთ-ერთი პარტიის არაპარტიული სიით შემეძლო ყოფილიყავი იქ წარმოდგენილი არ იყო მოთხოვნა რომ გამხდარიყავი პარტიული და რატომაც არა ვიფიქრე იმიტომ რომ იმდენი პრობლემა იყო ამ პერიოდის განმავლობაში იმდენ და რომ იგებდნენ უკვე იქ სოფლის მოსახლეობა რომ ჟურნალისტი ვიყავი და მოდიოდნენ ჩემთან და თავიანთ პრობლემებზე მიყვებოდნენ და ჩავთვალე რომ რატომაც არა მოდი და თუ ეხა არ მქონდა იმის ამბიცია რომ აუცილებლად რაღაცა მოხდებოდი საკრებულოში მაგრამ თუ მოხდები რატომაც არა მე ამ ხალხს დავეხმარები შეგიძლია საქმის კეთება კი ნუ მთელი ასე ვთქვათ წინასაარჩევნო კამპანია ჩემი ასე ვთქვათ ძალებით ძალიან ორ თვეში ეს იყო ძალიან წარმოუდგენლად მოკლედრო მაგრამ აი ეს პერიოდი რაც მე ხალხთან მქონდა ურთიერთობა და შეხვედრები და იგივე ყვარლის მოსახლეობას ყვარლელებს ხვდებოდი ძალიან დიდ სითბოს და ყურადღებას ვიღებდი მათგან ესე მოხდა რომ ნუ არჩევნებში ვერ გავიდი მაგრამ მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება რაც შეეხება ციფრულ მედიას და არჩევნებს. აქაც მივალ იქამდე რომ ძალიან დიდი ძალა და აი ეს თანამედროვე ზოგადად ცივილიზაციას აქვს ესეთი თვისება. ის როგორც კარგია, ასევე არის ძალიან ცუდიც. ორლესული. კი. გააჩნია ვის ხელში მოხდება, თუ ბოროტი ძალის ხელში მოხდება. ისევე როგორც ჩვენი პროფესია, რა თქმა უნდა. და ციფრული მედიის უპირატესობა ის არის, რომ ის არის ძალიან სწრაფად გავრცელებადი. ადვილად ხდები პოპულარული და თუ გარკვეული ზომიერება არ შეინარჩუნე მე უკვე ძალიან ასეთი ნეგატიური რაღაცაებების ხდები კი და მსხვერპლი ხდები და თვლი რომ აქ არის საჭირო ძალიან გონივრულად გამოიყენო ეს ციფრული მედიაში არ უნდა ესე მთლიანად არ უნდა გაითქვიფო და უნდა გქონდეს შენი გარკვეული ჩარჩოები, წითელი ხაზები, თუმცა აი ამ არჩევნების პერიოდში ძალიან დამეხმარა ეს ციფრული მედია, პატარა გზავნილები მოსახლეობასთან სხვადასხვა ძალიან ესეთი სწრაფი პოპულარობაც მომიტანა, როგორც ჟურნალისტსაც და როგორც ვთქვათ, პოლიტიკაში ახალ ფეხს გადადგმობს. და ზოგადად კარგი ინსტრუმენტია. რა თქმა უნდა, კარგი ინსტრუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ ასევე საჭირო ინფორმაცია ვრცელდება სწრაფად და უფრო ფართო თქვათ მასებს მოიცავდა, ფართო აუდიტორიას მოიცავდა, როგორც აღნიშნე, ანუ საფრთხილო თემაა. ანუ ისევე სწრაფად ხდები პოპულარული, როგორც დადებითი თვალსაზრისით, ისე უარყოფითი თვალსაზრისით და ციფრულ მედიაში ასევე კიდევ უარყოფითი და ძალიან საშიში არის ის, რომ ადამიანის განადგურება, მორალურად მისი განადგურება ძალიან იოლად ხდება. მარტივი და დაფარული ასე ვთქვათ ადამიანების მიმართ ანუ ჭდილი და შენიღბულად და ეს ძალიან საშიშია და უნდა ესე იგი მორალურადაც უნდა იყო მზად იმისთვის ასეთი შემოტევებისთვის, როდესაც ადამიანი ხდები საზოგადოებრივად აქტიური. კი
ვთვლი რომ ყველაფრის ან როგორც ბრძოლაში მიდიხარ და იარაღს იღებ ხელში და უკვე მზად ხარ ტყვიისთვისაც და ტაშისთვისაც აი ესე არის თუ გახსოვთ მე ძალიან ხშირად მაშინ ახალი ამბავი იყო ნაზი შამანაურის ტრაგედია ხო მაშინ გამჟღავდა თორე ახალი არ იყო და სულ ვაფრთხილებდი და ვეუბნებოდი გეუბნებოდი ჩემ სტუდენტებს რომ კარგად წერა აუცილებელი მაგრამ დააზროვნება არასაკმარისია და შინაგანად გმირობა გჭირდება ჟურნალისტს შინაგანად ოღონდ ზომიერების განცდაც ეს მართლა ბეწვის ხიძე სიარულია ისე როგორც ფრონტის ხაზზე ხარ ჟურნალისტი თუ შენ სიმართლისთვის სამართლიანობისთვის იბრძვი და თუ არა და პირუკ მაშინ ამას ხო ჟურნალისტიკა აღარ ქვია ჩემშორნა იმას უკვე მეორე უძველესი და ღმერთმა კი დავიფაროს რომ ემოცია შეიძლება ხშირ შემთხვევაში ემოციამ წინ გაგაქციოს მაგრამ აი სწორედ მაგ თვალსაზრისით მაგრამ ჟურნალისტს ასევე ჩემი ამ მრავალწლიანი გამოცდილებით და დაკვირვებით ბრძოლის ხაზზეც რომ ხარ შენ არ შეიძლება სხვას შეეჯიბრო შენს პატრიოტიზმში და შეუქმნა ამით შენი დაუფიქრებელი საქციელით ვინმე საფრთხე აუცილებლად შენ აუცილებლად პროფესიონალი ადამიანი უნდა მოძებნო პროფესიონალის აზრი უნდა წამოწიო წინა პლანზე და ჟურნალისტი არ ხარ ანუ ჟურნალისტი ხარ ხიდი შემაკავშირებელი სხვადასხვა სფეროს ადამიანებსა და საზოგადოებას შორის და სამწუხაროა რომ დღეს მიწევს ამის გამეორებას თქვენთვის და ჩემთვის დაუწერელი კანონია და შესის ხორცებული გვაქვს მაგრამ დღეს გვიწევს ამის გამეორება რომ არ შეიძლება ჟურნალისტი გამოხვიდე და იქცე რაღაცა რუპორად რომელიმე პოლიტიკური ძალის შენი აზრები მოახვიო თავს და პროპაგანდა ჯერ შენ თვითონ ხარ პროპაგანდის მსხვერპლი მოდი მიხედე შენ თავს და მე ამ პროპაგანდას ახვევ მაყურებელს და მას ხდი კიდევ ამ ვირუსის მსხვერპლად ისე ვიქ მივდივარ ჩემშორენ აი რატო ჭირდება განათლება ჟურნალისტს საქართველოს მოამბეზეთ ილიას ხო პირდაპირ პუნქტებად არის ჩამოწერილი რა და როგორ რომ აი სწორედ ხიდი კარგად თქვი ძალიან რომ ის იქ წერს შუამავალია ჟურნალისტის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის ვისაც ილია არ უსწავლია ვისაც ილია არ უსწავლია მან არ უნდა კონდეს პრეტენზია კი არა ვერ უნდა გაბედოს ჟურნალისტიკაში საქართველოში ყოველ შემთხვევაში ილია ხო ილია არ ვიცით და იგივე პულიცერის ანდერძი რომელსაც თქვენ გასწავლიდით უკვე შემოდიოდა ეს ინფორმაცია არ უნდა ვიყოთ მხარე, უნდა ვიყოთ მიუკერძოებელნი და რაც მე არ ვიცი, მე უნდა სპეციალისტს ვკითხო და ხიდი უნდა იყო რა კარგი სიტყვა გამოიყენე ჩემშორნე და განათლება ჟურნალისტს არ ჭირდება კი არა, კოლოსალური განათლება სჭირდება და მე რამდენიმე გადაცემაში ვთქვი და არ მიდეხა გავიმეორო New York Times ხო ბაძავთ ყველაფერში ამერიკას, მაგრამ სადაც საჭიროა იქ არა. ერთ-ერთი საავტორო გვერდის ავტორი ყავს ნობელის პრემიის ლაურეატი. ამაზე დაბალი დონისას ერიდებიან ისინი, იმიტომ რომ მისი უნდა სჯეროდეს მკითხველს. თორე ბეჭდური მედია ჩვენთან როგორი კრიზისის პერიოდი, არა მარტო ჩვენთან, ზოგადად ეხა ელექტრონულმა მედიამ თავისი გააკეთა და ამ კონკურენციას ძალიან გაუჭირდა ბეჭდურს, თუმცა მას თავისი ადგილი აქვს, როცა ის ღირსეულია, ხო? აი ამით ებრძვიან და ამით ინარჩუნებენ ავტორიტეტს ისინი. ნობელის პრემიის ლაურეატი ყავთ. ჩვენ ვიყვავს ქუჩიდან მოყვანილი დიდ ბოდიშს ვიხდი ღირსეულ ჟურნალისტებთან. წერა-კითხვის არ ვცოდნე, რომელიც ჩარეცხეს და კი, გადის ქუჩაში მიკროფონით და ელემენტარულს ეკითხება ამ დაქცეული სკოლის კურსდამთავრებულს და უხარია, რომ იმან ელემენტარული რა გიხარია შეოჯახა შენებულო. ამის ტირაჟირება ხდება. აი ეს საშინელება, ეს ამორალობაა, იცი ჩემო კარგო. ეს არ უნდა გიხაროდე შენ თუ ჟურნალისტი ხარ. ჩვენ იმასაც გვასწავლიდნენ და მე ჩვენ გეუბნებოდით, რომ არ არის მხოლოდ ლაპარაკი და მხოლოდ წერა ჟურნალისტიკა. ზოგჯერ ჯობს საქმე უხმოდ. შენ უხმოდ უნდა მიხედო რაღაც პრობლემებს.
კერბდა ამის აფიშირება და ამით ზეიმი რომ აი როგორი უვიცი თაობა მოდის რატო კაცო უვიციც არის და მწოდნეც არის და ახალგაზრდობა ყოველთვის არის ჩვენი იმედი ქვეყნის მე მაინც მგონია რომ ასეთი დაკვეთები რომ ასეთი უვიცად წარმოაჩინონ ეს არის მიზანმიმართული პროექტის ნაწილია თუ არა და ჩემ თვალწინ გადიოდა მთელი ეს პროექტები ვარდების რევოლუციამდე პერიოდი და მე უკვე ვარდების რევოლუცია და ჩემთვის უცხო არ არის ახლა ეს თემა და ძალიან მაწუხებდა სწორედ ის რა თქმა უნდა ჟურნალისტიც მოქალაქე ხარ და შენი პოზიცია აუცილებლად გექნება შენი სიმპათია ვინმეს მიმართ და ანტიპათია მაგრამ რა თქმა უნდა შენ როდესაც ხარ საზოგადოებრივი აზრის მიმწოდებელი და შემქმნელიც კი ძალიან ფრთხილი უნდა იყო არასდროს არ უნდა დაგეთხოვოს მიეცი და სხვათა შორის ჩემი მეგობრები, ვინც ახლა ჩემი ხელწერა იცის გაზეთებიდან, სულ მეუბნებიან ხოლმე, რომ ისეთი შეფარული იდეოლოგია გაქო, თუ არ გიცნობს ადამიანი ვერ მიხვდება. ეს ჩემი პოზიცია, მაგრამ მე მკითხველს ვაძლევ არჩევანს. დამეთანხმე, ან ნუ დამეთანხმები, აი აქ არის მეორე პოზიცია საპირისპირო, რა თქმა უნდა. ჩემო შორინა ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა და მინდა რომ მაინც მოვასწროთ ყველაფერი სამწუხაროდ რეგლამენტირებული გაქვს ეს დრო სხვაგვარად როგორ თქვენ პროფესიონალი ბრძანდებით მედიანიუსის პერიოდი რომელიც გარკვეული აზრით უმნიშვნელოვანესია თქვენ ცხოვრებაში როგორც იტყვიან პროფესიულად კი ბატონო მაგრამ სადაც არის ბედი შენიო ხო აი ამაზე თუ შენ ცოტა ლირიკად შემოვიტანე კი სადაც არის ბედი მე ვთვლი რომ კი მართალი ბრძანდებით იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაგაზრითი დიახ იქაც მეგობარმა მითხრა რომ იქნება ახალი სააგენტო და რომ იცოდა რომ პრაიმ ნიუსში მუშაობდი და მქონდა უკვე სააგენტოს გამოცდილება და ფეხს იდგამდა ახალი სააგენტო მედიანიუსი და ძალიან შესანიშნავი გოგოები შესანიშნავი ბიჭები პატარები სხვათა შორის შევიკრიბეთ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდით და შევქმენით უკვე ორ თვეში სხვათა შორის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში რომ დავრეკავდით და ვიტყოდით მედიანიუსიდან ვართ, ყველგან გვიშვებდნენ საშს, იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან მოვედეთ, კი, სახელმწიფო კანცელარიაში შევდიოდით, ყველგან შევდიოდით, მედიანიუსი ჟურნალისტი იქ უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა მიუკერძოებელი დამოკიდებულება და ჩვენ პირდაპირ ვაწვდიდით მხოლოდ ინფორმაციას, მკითხველს და ეს მე ვთვლი რომ ქართულ ჟურნალისტიკაში მედიანიუსი იყო ახალი სიტყვა და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. ძალიან დიდი ბოდიში სხვა გამოცემებთან ჩვენი მედიანიუსის პარალელურად იყვნენ სხვადასხვა ახალი ამბების სააგენტოები და ბიუროები, მაგრამ ჩვენ მაინც სხვა სიტყვა ვთქვით და მიმაჩნია რომ პროფესიული თვალსაზრისითაც კარგი აქცენტები გადმოვიტანოთ იმაზე, რის გამოც სახე გიბრწყინავთ ჩემო კარგი. რის შედეგიც? დიდი მადლობა. კი ბატონო, როგორ მოხდა ეს ამბავი? მედიანიუსში სხვათა შორის მუშაობის პერიოდში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე კანცელარიაზე ვიყავი მე. არა, ის არ არის ჟურნალისტი, ის არის პირად დაცვაში მუშაობდა სახელმწიფო და შევარდნაძის პერიოდია. დელეგაცია იყო ჩამოსული სხვათა შორის სომხეთის და აზერბაიჯანის უკაცრავად პარლამენტის თავმჯდომარების მნიშვნელოვანი დელეგაცია იყო. სხვათა რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის საკითხი წყდებოდა და კანცელარიაში იყო შეხვედრა და იქ ჟურნალისტები რა თქმა უნდა გარეთ ველოდებოდით ხოლმე და მე წერდით ხოლმე სტუმრებს და აი იქ ერთ-ერთი დაცვის ბიჭი ახალგაზრდა ესე გავიცანით ირაკლი ქარჩავა და მალევე სხვათა შორის რა ვიცი შევუღლდით და უკვე აი ეს ვარდების რევოლუციის პერიოდი მთელი პირველ ბავშვს ველოდებოდი და მთელი ის პერიოდი 7 თვე 8 თვემდე აქციებზე დავდიოდი და აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, იმიტომ კი არა რომ რაღაც ანუ იმდენად მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენები იყო და მე ცოტა სხვა რაკურსით დაბადებამდე აზიარეთ ეს ბავშვი. კი, დაბადებამდე და ბოლოს ერთ-ერთ აქციაზე რომ ვიდექი რედაქტორი მირეკავს რომ გამოდი მაგ აქციიდან ეხლა იქ ბავშვი მაინც შეიცვალა და აღარ გნახო აქციაზე მაგ ხელამოცხლით მისულიო და ასე მე ჩამოვცილდი
ჟურნალისტიკასაც და პოლიტიკურ პროცესებსაც დეკრეტში გავედი, მე ერთ ბავშვს მე ტყუპი ბიჭები მყავს ისინი მოყვნენ და ასე სამი პატარა ბავშვით დავჯექი სახლში. კი ბატონო, დროებით მე როგორც ვიცი და აი გამიჩნდა ასეთი ძალიან ლოგიკური კითხვა, ოჯახი და ასეთი ურეჟიმო წყალებში პროფესია, ხო, ჩვენ ხო არა გვაქვს ნორმირებული სამუშაო დღე 24 საათიან რეჟიმში, გონება მაინც ჩართულია, სხვა თუ არა, ხო? ურთულესია რა თქმა უნდა, თან სამი შვილის ღირსეულ დედობასთან ერთად, ხო, თუ იმახა ზოგიერთი გააძიძავებს და დამთავრდა, მაგრამ ეს ხო არ არის დედობა. მაპატიოს ყველა, მაგრამ კი მეც მყავდა ძიძა, მაგრამ ეს შეხო არ განთავისუფლებს პასუხისგებლობისგან, რთულია ყველა შემთხვევაში, ხო? კვლავ აქტიურ ჟურნალისტიკაში დარჩით და რჩებით. როგორ ართმევთ თავს? აი, თქვენ ბრძანეთ, რომ რთულია სამი პატარა ბავშვით და ძიძის გარეშე და სწორედ აი ეს ციფრული მედიის და კი, არა, მაინც ორმაგად რთულია კიდე. სწორედ აი ეს ციფრული მედიის დახმარებით მოვახერხე ისე, რომ შევატყვე, რომ ჩემი სახლიდან გასვლა, რაც არ უნდა ძიძა და ბებია, ყოლოდათ ბავშვებს, მაინც მე სხვა მოთხოვნები მქონდა ბავშვების მიმართ, სწავლა იქნებოდა, რეჟიმი იქნებოდა, დისციპლინა იქნებოდა, სხვა მოთხოვნები მქონდა და სხვა მითმინდოდა პრინციპებით გამეზარდა ბავშვები და კი დედა მეხმარებოდა, მთელი დღე სამსახურში ვიყავი და ბავშვებს მიქცევდა ყურადღებას, ამეცადინებდა კიდეც ყველაფერი, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ არა დედის თვალი მაინც სხვა არის და ისე მოხდა რომ სახლიდან მოვახერხე მაშინ ამეწყო უკვე ისე კომპიუტერით და ინტერნეტის საშუალებით რომ სახლიდან მუშაობდი და რედაქციაც მიწყობდა ხელს ამაში რომ და ასე სანამ სკოლა არ დაამთავრეს ჩემმა შვილებმა ასე სახლიდან მუშაობდი. სკოლა დამთავრებულს თავად არ გავხარჯე. მადლობა სტუდენტები და ჩემი შვილები. კარგია რა, ყველაფერი მოთავებული და ისევ ახალგაზრდა, ისევ ფორმაში, აი ახლა ასპარეზი გახსნილია, რაც გინდა აკეთეთ, თუმცა დედის თვალი და ყური და ხელი სულ ჭირდება. ინტერნეტ ტელევიზია და კიდევ ერთი ახალი გამოწვევა, თუმცა ნაწილობრივ ვილაპარაკეთ თქვენ ამას. არა, სხვათა შორის მაგაზე არ მისაუბრია. აი დაბრუნება ჟურნალისტიკაში, ჩემი დაბრუნება 2007 წელს ისევ მედია ნიუსით დავბრუნდი და 2007 წლის მოვლენები აი ეს ნოემბრის მოვლენები და ის პროცესები და ზოგადად ვარდების რევოლუციის შემდეგ უკვე მე ასე ვთქვათ უმცირესობაში ვიყავი, ვინც ვამბობდი რომ დამღუპველი იყო ეს რაც მოხდა და ველოდებოდი იმ პერიოდს რომ ხალხი ნელ-ნელა დადგებოდა ჩემს აზრზე და ძალიან ბევრი გამოფხიზლება სრულიად საზოგადოების ვიხილეთ და სწორედ მაშინ ჯერ კიდევ პატარები მყავდნენ ბავშვები ბაღის ასაკის ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე რომ ისევ დაუბრუნებულიყავი ჟურნალისტიკაში. მან გამიჩნდა ძალიან ესეთი არ ვიცი რა დავარქვა მას შეკითხვა. აი 2007 წლის ის მოვლენები, ასეთი ამბები ზოგ ადამიანს პირიქით სკეპტიციზმს, განხილვას და ჩამოაშორებს პროფესიას და თქვენ მითხარით, რომ აი მაგან განაპირობა დაბრუნება თქვენი პროფესიაში. მებრძოლებუნების ადამიანი ხართ, როგორც ჩანს. არ ვიცი, ალბათ მაგრამ ამან განსაკუთრებით დამარწმუნა. არ ვიცი, ალბათ ვარ. ეს ხო მართლა ფრონტის ხაზი იყო. კი, ანუ იცით რა მომენტი იყო. ეს უკვე ღიად გახსნელი ფრონტის ხაზი. იმ მომენტში ჩავთვალე, რომ უკვე საჭირო იყო ჟურნალისტური სიმამაცე. რომ საჭირო იყო ხალხისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია სწორად, მაგრამ ის ინფორმაცია ჯერ მე უნდა მენახა. ჩემი თვალით მენახა, ჩემი ყურით მომესმინა, იმიტომ რომ უკვე ვხედავდით პროპაგანდის მახინჯ ზეგავლენა საზოგადოებაზე და როგორ იფუთება ინფორმაცია, თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, ეს არ გვაწყობს, ეს გვაწყობს, ეს მოვჭრათ, ეს კონტექსტი შევუცვალოთ და ასე აწუდი მაყურებელს არ ევალება, რომ იქ კონტექსტის იქეთ ეძებოს ნამდვილი ინფორმაცია, ხო? ეძებს და არ ცდება. კი, ეს უკვე გამოცდილებით მოვიდა. მკითხველი მსმენელი გამოცდილებით თავისთავად ძალიან ცოტა ტყუდება 21 საუკუნეში, ასე რომ სულ ტყუილი მცდელობა
მცდელობა და იმიტომაც დეგრადირებს დღეს სამწუხაროდ ჩვენი ელიტარული პროფესია, რომ აღარ სჯერა მედია მომხმარებას, რომ ვერ ატყუებ. აღარ სჯერა შენი, უკვე სიმართლესაც აღარ გიჯერებს და ეს ლოგიკურია. აი რომ არ სჯერათ შენი დღეს ძალიან ბევრჯერ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დროს უნდობლობა მიგრძნია რესპონდენტისგან. როდესაც მე მინდა რომ მას გულწრფელად დავეხმარო, ის არ მენდობა. მენდობა, იმიტომ რომ გამოცდილება, სუდი გამოცდილება. ჩემთან რა გინდა, აი ესეთი დამოკიდებულება. და მე ყოველთვის ვეუბნები რესპონდენტს, კარგით. ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე, თქვენ მე დამაკვირდით. არა მაქვს პრობლემა. როცა გადაწყვეტთ რომ მზად ხართ ჩემთან საუბრისთვის, ვისაუბროთ. და აი ნამდვილად არ ვიტყვი ვთქვათ ისე რომ რაღაცა თავკერძობაში არ ჩამომერთვას, მაგრამ ბევრჯერ ის მოუწერიათ და უთქვამთ ჩემთვის რომ შევწდი და ბოდიში რომ არ გენდე, აი ესეთი დამოკიდებულება მქონია, მაგრამ მე ადამიანებს არ ვამტყუნებ ამაში. ეს ჩვენი პროფესიის ისეთი გამოცდილება აქვთ რომ მე უკვე ფთხილობს ადამიანი ხო მართალია და კვლავ რადიო ეთერი, რადიო მონტე კარლო. ვიცი ყო საინტერესო. აი სწორედ ეს რადიო მონტე კარლო იყო, რომელმაც ხელი შემიწყო სახლიდან მუშაობაში. აი სახლში მოვიწყე პატარა სტუდია და სხვათა შორის ანალიტიკური რადიო იყო, ძალიან საინტერესო სამეცნიერო სიუჟეტები მოდიოდა არაქართულ ენაზე და ითარგმნებოდა ქართულად და ამ სიუჟეტებს მე ვახმოვანებდი რადიოთი და გადიოდა ეთერში. სხვათა შორის არ იყო ქართული რადიო, უცხოური რადიო იყო და საინფორმაციო გამოშვებებიც ჰქონდათ და მე იყო ერთი პერიოდი დაიხურა ეს რადიო გარკვეული რაღაცა პრობლემების თუ პოლიტიკური სიტუაციის გამო და რაღაც კასტინგზე ვიყავი პალიტრაში და ეთერში გავედი ერთი გასვლა მქონდა ეთერში და ეთერიდან რომ გამოვდივარ ისმის ზარი ტელეფონის და რო უპასუხეს და მაყურებელი რეკავდა ესო შორენა პაპაშვილი არ იყო ვო ხმა ვიცანიო და კიო შორენა პაპაშვილი ეგ ხო მონტე კარლოს ჟურნალისტი იყო და სად გაქრა მონტე კარლო ეს იმხელა ნუ რა ვიცი დაუვიწყარი ემოცია იყო სხვათა შორის ტრანსპორტშიც ერთხელ ვზივარ ტრანსპორტში და რაღაცა მძღოლს ვუთხარი და მომიბრუნდა მგზავრი და უკაცრავად თქვენ ჟურნალისტი ხომ არ ხართ ძალიან ნაცნობი ხმა გაქვთ და ამიტომ რადიო ჩემთვის რა ვიცი ძალიან მშობლიური კი რადიო არა ჩვეულებრივი ახლა გამახსენდა ნეტარხსენებული თინა თინელბაქიძე ჩვენი ლეგენდარული დიქტორი მსახიობი და ასე შემდეგ შარშან გარდაიცვალა. ქუჩაზე გადაყვანას თხოვა მოხუცმა და აი პირველი ბედნიერება პროფესიული მასთანაც მქონდა საუბრის ბედნიერება და დაელაპარაკა თინა თინა ხარშვილო ბაქიძე შენით მიდგა ხო usinatlო ქალბატონი იყო და რადიოთი ცოცხლობდა და ისეთი ბედნიერი ვიყავიო თითქმის ხმით რომ მიცნო რა და ისეთი ტემბრი ქონდა თინას ხო გახსოვთ რა კეთოლანდია ლეგენდარული ასე რომ აი რადიო ჟურნალისტის აღიარება ყველაზე დიდია ეს არის როცა ხმით გწნობს და ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის კასტინგი რაღაცა ისე შერჩევა იყო წამყვანების და საცდელი გასვლა იყო ეთერში და გამოსული არ ვარ სტუდიიდან ქალაქის ტელეფონი რეკავს და ეს შორენა პაპაშვილის ხმა იყო მან რა უნდა სად არის რადიო მონტე კარლო რადიო მონტე კარლო და ახლა დალმანიუსზე ბოლოს ხო დალმანიუსი სხვათა შორის ესეც რომელიც ასევე სახლიდან და მე ჩემი დედობრივი მოვალეობის შესრულებაში რომ მეხმარება ეს პროექტი დაიწყო ეს არ არის ქართული გამოცემა ეს არის რეგიონული გამოცემა ქართულ სომხურ აზერბაიჯანული დაახლოებით მე მგონი 10 წელი უკვე შეუსრულდება ამ საიტს და როდესაც დამიკავშირდნენ ჩემი მეგობრის კოლეგის ეძებდნენ წარმომადგენელს საქართველოში ჟურნალისტს ვინც რუსული იცოდა და დამიკავშირდნენ და მე თვითონ პროექტი და იდეა ძალიან მომეწონა და მოთხარი სიამოვნები. თან ახლა წარმომადგენელი უნდა ყოფილიყავი და სახლიდან შემეძლო მუშაობა, ძალიან კარგი იყო და ეს არის საზოგადოებრივი, ესეთი კულტურული რაღაცა
ხალხთა შორის ურთიერთობების შესახებ და აი იმ დაძაბული სიტუაციის ფონზე რაც სომხებსა და აზერბაიჯანს ასევე წარმომადგენელი ყავთ აზერბაიჯანში და უკვირთ ხოლმე რომ ანუ აზერბაიჯანულადაც გამოდის და ნუ ოფიციალის ერევანში სხვა გამოსავალი არ გვაქვს კავკასიელებს ჩვენ ზოგადად ამ პატარა პლანეტის ჩვენ ერთი სივრცის შვილები ვართ და მით უფრო კავკასიელები როგორ შეიძლება ჩვენ შორის კონფლიქტი წარმოუდგენელია და დამოუკველი რაც თავია შემოშორილა სამწუხარო ჩვენი დრო იწურება და ბოლოს ვიცი რომ რაღაც ახალი გეგმებიც გაქვს შენ ჟურნალისტთა ფედერაციასთან დაკავშირებით თუ ჯერ საიდუმლო არ არის იქნება ამაზე ხო ნუ გეგმები მაქვს კი არ ვიცი ხო როგორ განვითარდება გიორგი მამაცაშვილი ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე არის ჩემი ჯგუფელი და მისი სტუდენტური პაემიდან მოვდივარ გამოგვჩა მანდაც მუშაობდი გიორგისთან მე მგონი იმ თაობაში 10 წელი იყო გიორგის სტუდენტი ისე მოხდა რომ მიუხედავად მისი ნიჭიერებისა წიგნიერებისა გაუგრძელდა იმიტომ რომ ხარეშვებოდა ამ აქტიურ ჟურნალისტიკას გიორგი მოწოდებით ჟურნალისტია და ის ჟურნალისტიკის გარეშე ვერ არსებობს იყო აბასინად მე მომწონს მისი ბრძოლა კი ნახე ძალიან საინტერესო კაცია და მოკლედ ძალიან ბევრ სიახლეს ეჭიდება ჩვენი გიორგი ეჭიდება და გააკეთებს დაუდგენია გვერდით ნამდვილად კარგად წავა ჩვენი საქმეზე რომ მე გამიხარდა რომ გავიგე რომ რაღაცა პერსპექტივა გასცდა თქვენი თანამშრომლობისა და გიორგი ყოველთვის იყო ხოლმე პერიოდები რომ მეძახდა ხოლმე მაგრამ ნუ ესეთი ჩემთვის პირველ პლანზე მაინც შვილები და შვილების მიმართ დამოკიდებულება და ის რომ აუცილებლად ჯერ უნდა დაემთავრებინათ ბავშვებს სკოლა და სტუდენტობა და შემდგომ უკვე მივხედავდი ჩემს პროფესიას და მე არა მაქვს ის ამბიცია რომ აი არ მივილტვი პოპულარობისაკენ ნამდვილად აი ხა ზედმეტი გადაჭარბებული თავმდაბლობა არ მინდა ჩამომართვას ის თვითონ უნდა მოვიდეს შემოშორენა თორე რომ მივიტყვეს ამაზოა ჩემთვის უფრო სხვა მე პროფესია მეხმარებოდა თვით გამოხატვაში ჩემი სამოქალაქო პოზიციის ასე ვთქვათ დაფიქსირებაში ყოველთვის მეხმარებოდა სტიმული იყო და ამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჩემი მიზანი იყო რომ მე შვილები მყოლოდა საზოგადოებისათვის და ერისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ეს საქმე ადამიანისა თუ შენს ოჯახს შენ შვილებს ვერ გაუჯანსაღებ სულს ვერც საზოგადოებას გამოადგები ეს ხო ელემენტარულია ასე რომ ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდა ქალბატონი ასე ფიქრობ სამ ძალიან საინტერესო ადამიანს შემატეს და მე ისინი უკვე შვილები უკვე ძალიან ახალგაზრდა ბებო ალბათ იმათ სულზეც იზრუნებს და რაც თავარია საზოგადოებასაც ასეთი გამოცდილებით და ასეთი მიდგომების ადამიანი უფრო სჭირდება და არგია ჩემოშორენა დიდ წარმატებებს გისურვებ უღმესი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის რას ძანებთ სიამოვნებით ყოველთვის მზად ვარ იმიტომ რომ პროფესიონალიზმი ისეთი რამ არის რომ გადამდებიც არის საფუძველი უნდა ქონდეს ხარდია მაგრამ გადამდებია ის პასუხისგებლობა ის დამოკიდებულება საქმისადმი ძალიან მომხიბლავია და როცა რაღაცა ხიბლავს შენ შინაგანად ილტვი ამისკენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით შემოწვირფასო მაყურებლებო